ოპერისა და ბალეტის თეატრის სარემონტო სარეკონსტრუქციო სამუშაოები დღეს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა დაათვალიერა. შენობის რეკონსტრუქცია 2009 წელს დაიწყო. ოპერისა და ბალეტის თეატრის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ თანამედროვე სტანდარტის სცენა, სარეპეტიციები და კამერული მუსიკის კონცერტების ახალი დარბაზები შეემატება. თეატრი ზაქარია ფალიაშვილის ამესლონდა ეთერის ახალი დადგმით მომავალი წლის ოქტომბერში გაიხსნება. Აქტუალებული ვარ, არის შესანიშნავად მიმდინარეობს რემონტი. ნახეთ უამრავი სივრცე, რომელიც დაემატა კიდეც. ახალი კონცეფციით არის ნანახი ყველაფერი და გაკეთებული ყველაფერი. აქვს დიდებული ვერანდა, რაც ადრე არ ქონდა. აქ არის სამუზეუმო სივრცეც, არის საგამოფენო სივრცეც და ყველაფერი დაწვრილებით ამიხსნეთ ჩემმა მეგობრებმა და მე განსაკუთრებულად მიხარია, რომ ეს შესანიშნავი შენობა უკვე გაწუხდება. რეალურად მოხდა არსებული ინტერიერის სრულად შენარჩუნება. განსხვავება არის მხოლოდ ეს რამოდენიმე სივრცე დაემატა, რომელიც თქვენ ნახეთ და გადაიღეთ. მხედველობაში მაქვს ახალი სარეპეტიციო დარბაზი, რომელსაც ექნება ასე ვთქვათ, არა მარტო სარეპეტიციო დატვირთვა, არამედ შესაძლებელი იქნება წარმოდგენების, კამერული წარმოდგენების გამართვა და ის ორი ტერასა, რომელიც თქვენ ასევე გადაიღეთ, ასევე საგამოფენო სივრცე.